მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს ეხა მინდა განახოთ რა ვიყიდე 128 ზლოტად. ეს არის სათხაც 99 ლარი. 98 ლარი და რაღაც კაპიკები. და ეხა განახებთ რამდენი ხორცი ვიყიდე 99 ლარად. ერთი ქალბატონი გამოვიდა წინა ვიდეოზე კომენტარი დამიწერა რომ რა იყიდეო მანდო ისეთია რასაც საქართველოში ვერ იყიდიდიო. საქართველოშიც იყიდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფასში ნამდვილად ვერ იყიდი. ეხა განახებთ რამდენი რამე შევიძინე, აი ჩეკი. აი, კარგად რო ჩანდეს და დავიწყოთ. სამი ცალი ესეთი კარაქი 82%-იანი. ხორცი, ძირითადად ვიყიდე ხორცი. ნახეთ, როგორი ნაჭრებია. სულ ხორცი. და იყო ძალიან დიდი ფასდაკლებით. აქ არის კილო 300. ბევრი ვიყიდე, რადგან ფარში უნდა გავაკეთო და ნახევარ ფაბრიკატები მოვამზადო და თუ გაინტერესებთ გადავიღებ. აქ არის კილო და 0.85. ეს არის კილო. ეს არის 879 გრამი. ეს არის 790 გრამი. ეს არის სულ ხორცი, მე მგონი მე ვნახოთ კიდე. ასევე ორი ცალი ლობიო შევიძინე. ესეც ფასდაკლებით იყო. ქათმის ფილე ფასდაკლებით იყო. ორი პაჭკა ავიღე. ეხლა როგორმე დავაყევ. ქათმის ფილე არის კილო 354 და მეორეა კილო 453. 3 კილომდე. ასევე ძე 8 ცალი მაქვს ნაყიდი, ეს 6 და 2 ცალსაც ეხა დავამატებ. აი ესე. ძე 8 ცალი. არ გეგონოთ დაბალ პროცენტიანი, აი. უბრალოდ აქაც უნდა იცოდეთ აქციები მიხვიდეთ და აქციებზე იყიდოთ. ყოველთვის არ ითქო, ყოველთვის მაგას ვიმეორებ. ამიტომ აქ ხელფასით შედარებით არის ძალიან ბევრია ვიდრე საქართველოშია, მინიმალურიც და ისედაც და ფასებით ძალიან აი ნახეთ. აი ეს კიდე ერთი ხორცი. სულ რამდენი კილო ვიყიდე? ცალკაც ალბათ 6-7 კილომდეა. ჩეკში ყველაფერი არის. აი ჩეკიც. კიდე ერთხელ განახებთ, რომ არ მითხრათ რომ რამეს ვიტყუები, ან ესი არ არის. და ასე ვიყიდე 3 ცალი არაჟანი. არაჟანი არის 18%-იანი და 3 ცალი ვიყიდე ეს. ეხლა დამიწერეთ კომენტარებში. საქართველოში ვიყიდიდი თუ არა ამდენ ხორცს, რძეს, კარაქს, არაჟანს, ლობიოს ამდენ ფასად. 88 და 86 იყო ქართულ ფულზე რო გადავიყვან. თქვენ შეგიძლიათ გადაიყვანოთ და ნახოთ. აქ ხორცი ყველაფერი წერია და აი აგერ არის ჩეკი. თუ მოგეწონათ ესეთი ვიდეოები, მოიწონეთ, გააზიარეთ. თქვენთვის გაზიარება რთული არ არის და ჩემი არხის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დამიკომენტარეთ და თუ მოგწონთ ესეთი სახის ვიდეოები, კიდე გადავიღებ. შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ, რას გავაკეთებ, ნახევარ ფაბრიკატებს და გავყინავ აუცილებლად ერთი კვირა ნამდვილად გვეყოფა 6 კაციან ოჯახს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.